საუბარს ვაგრძელებთ უკვე ეკა ბესელიასთან საღამოშიდობის საქალბატონო ეკა ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისთვის პოლიცსაბჭოს დასრულების შემდეგ ძალიან წირი კომენტარები გაკეთეთ და ამიტომ გჭირდება ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია გარდა იმისა რომ თავისუფალმა დემოკრატებმა დატოვეს კოალიცია კიდევ რა გადაწყვეტილება მიიღეთ დღევანდელ პოლიცსაბჭოზე პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ამ მოვლენებს მე ეს დღეები არ ვიყავი საქართველოში დღეს დილით დავბრუნდი და მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ რომ პირველი და მთავარი ჩვენთვის ყველასთვის საქართველოს ხელისუფლებისთვის თავრობისთვის და მთავრობის მეთაურის პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილისთვის არც ერთ ეტაპზე კითხვის ნიშანი არ დასმულა საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისა და გაწევრიანების თვალსაზრისით რაიმე ტიპის შეფერხება შეიძლება და ყოფილიყო თუ არა. ამიტომ ვინც კი ამაზე საუბრობს დღეს და თავის თავს აძლევს უფლებას რომ დაადანაშაულოს საქართველოს მთავრობა, პრემიერი ან მთელი გუნდი ან ცალკე აღებული ვინმე რომ აქ რაღაც კითხვის ნიშნები რჩება მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან არაკორექტული განცხადება და ალბათ მხოლოდ პოლიტიკური კამპანიის ნაწილად შეიძლება აღვიქვა და ამავე დროს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო ადამიანურად ბუნებრივია ის ჩვენი კოლეგები თანამებრძოლები რომელთან ერთადაც ჩვენ მოვედით ამ ბრძოლაში და ეს ბრძოლა არ დაწყებულა მხოლოდ 2012 წელს ძალიან სამწუხაროა ის რასაც მე დღეს ვისმენ განსაკუთრებით ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ჩემთვის კომენტარი რომელიც დღეს გააკეთა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რომ ის არ მოსულა თურმე ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ ეს იმ ადამიანზე თქვა რომ ის მართლაც ბიძინა ივანიშვილი ეს აინტერესებს მაგალითად თავისუფალ დემოკრატებსაც და საზოგადოების ნაწილს რომელმაც გაიგო რომ დღესაც ყოფილა ბიძინა ივანიშვილი პოლიცსაბჭოზე და გუშინაც ყოფილა უმრავლესობასთან შეხვედრაზე ამას უმრავლესობის წევრები თავად ადასტურებენ ბიძინა ივანიშვილს არ ჭირდება არანაირი დამატებითი სტატუსი გარდა იმ ძალიან მნიშვნელოვანი როლისა, ფუნქციისა, მნიშვნელობისა ადამიანურად იმ სახელისა, რომელიც მან დაიმკვიდრა ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეა, ადამიანია, რომელმაც შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველოში დასრულებული იყო ყველაზე ავადსახსენებელი რეჟიმი და ვინ ვის და ნამდვილად არ ჭირდებათ, მე მგონი თავისუფალ დემოკრატებს ამის ახსნა, ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს და ნამდვილად არ უნდა გქონდეთ ასეთი ქვეტექსტით საუბრის სურვილი, რომ რა არის სასაუბრო ბიძინა ივანიშვილთან. ამიტომ მე არ მგონია რომ ამ თემის დრამატიზება და პოლიტიზირება იყოს საჭირო და კორექტული და მე მინდა მათთან დაკავშირებითაც ვთქვა ჩვენ არ უყურებთ თავისუფალ დემოკრატებს როგორც ხმებს უმრავლესობაში და არ ვითვლით ასე ამ ძალიან მნიშვნელოვან და ღირებული ადამიანების როლს. თითოეული მათგანი პიროვნებაა, მათ ძალიან დიდ პატივს ემე პირადად ჩემი კოლეგებიც, ჩვენთვის ისინი არიან ძალიან მნიშვნელოვანი თავისი როლით და ფუნქციით და ასე არ უნდა დავპატარავდეთ რომ დავითვალოთ მათი ყოფნით ან არ ყოფნით ხმების პრობლემა და უმრავლესობის დაშლა არ დაშლის საკითხი დგება თუ არა. თუმცა თუ პოლიტიკურ კონტექსტში შევხედავთ ამ ყველაფერს, პოლიტიკურ ჭრილში შევხედავთ, ბუნებრივია ერთის მხრივ სრულიად მიუღებელი იყო ეს განცხადება, რომელიც გაკეთდა თავდაცვის მინისტრის მხრიდან, როდესაც მან თქვა გუშინ რომ ის აპირებს იბრძოლოს ბოლომდე და დაადანაშაულა პროკურატურა პოლიტიკურ დევნაში და ამას ამბობს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყნის სამხედრო შეიარაღებას. ხო, სრულიად წარმოუდგენელია ესეთი განცხადებები გააკეთოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი უწყების პირველმა პირმა და ესეთ კონფრონტაციაში შევიდეს ალბათო ეკა მიუხედავად იმისა თავისუფალმა დემოკრატებმა დატოვეს კოალიცია და უმრავლესობასაც დატოვებენ თქვენ აღნიშნეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი წევრები არიან ისინი თქვენ მოგიწევთ მაინც თანამშრომლობა პარლამენტში ისინი საპარლამენტო პოსტებს ინარჩუნებენ როგორ წარმოგიდგენიათ მაშინ ეს თანამშრომლობა ამ ფონზე როდესაც თქვენთვის მიუღებელია ყოფილი თავდაცვის მინისტრის მაგალითად ის განცხადება რომელსაც სოლიდარობას უცხოდებენ მისი თანაგუნდელები დიახ, ჩემთვის იყო ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც მიუღებელი ეს განცხადება და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს
ნამდვილად არ ქონდა უკვე სხვა ალტერნატივა გადაწყვეტილების მიღებისა გარდა იმისა, რა გადაწყვეტილებაც მიიღო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის იყო ერთადერთი გამოსავალი იმ ვითარებაში, როდესაც გაკეთდა ამგვარი შინაარსის და ფორმის განცხადება თავდაცვის მინისტრის მხრიდან. და აქვე მინდა ვთქვა, დიახ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ჩვენი გუნდის ქართული ოცნების სრული მხარდაჭერა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარლამენტში, რომლის უმრავლესობის შენარჩუნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად შესაძლებელია. შეძლებს ამისი რესურსი. კი, შევძლებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის რესურსი პარლამენტში მოიძებნა. მე ამიტომაც ვთქვი, ჩვენს კოლეგებს, თავისუფალ დემოკრატებს მე არ უყურებ ამ პრიზმაში და ამ ჭრილში, რომ ხმების მიხედვით დავითვალოთ ჩვენ ერთად ყოფნის საჭიროება და აუცილებლობა. ეს არის ძალიან ღირებული ერთობა. მე დარწმუნებული ვარ, ხვალად ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან ბევრ საკითხზე თანამშრომლობას და გადაწყვეტილებებს კარგი კანონების მიღებისთვის ერთადაც ძალისხმევას მიუმართავ, მაგრამ იმ ვითარებაშიც კი თუ კი ფრაქციის ნაწილი და არ მგონია რომ სრულად გავიდეს ფრაქცია, იქაც არის გარკვეული ასთა სხვადასხვაობა, როგორც მე ვიცი, თუ ფრაქციის ნაწილმა მიიღოს გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაშიც უმრავლესობის შენარჩუნება შესაძლებელია და უпростоრად შენარჩუნებულიც იქნება. მე აქ ვერ ვხედავ ამ პრობლემას პარლამენტში და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. ბოლო კითხვას დაგისვამთ, ქალბატონ ეკა, იმიტომ რომ ძალიან შეზღუდული ვართ დროში. ვაკანტურია საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი, ამ პოსტზე არ დასახელებულა ჯერჯერობით სავარაუდო კანდიდატიც. ცოტა ხნის წინ სააგენტო ინფო9-მ გაავრცელა ესეთი მოსაზრება, რომ ამ თანამდებობაზე მოიაზრება ავსტრიაში ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის კანდიდატურა. თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ განიხილება თუ არა ეს საკითხი? არ ყოფილა კანდიდატურასთან დაკავშირებით დღეს მსჯელობა, ამიტომ პრემიერ-მინისტრს აქვს დრო იმისთვის, რომ ამ საკითხზე შეჯერდეს და გადაწყვეტილება მიიღოს. მე მჯერა, რომ ის მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ სხვა შორის იგივე დღეს, როდესაც მოვისმინე ქალბატონ მაიას განცხადებაც ასევე ძალიან გამაკვირვა ამ განცხადებამაც არავინ არ შეიძლება გააიგივოს საკუთარი თავი იმ პროცესთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის და ეს პროცესი შეუქცევადია, ამიტომ ცალკე აღებული პიროვნებების როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ იდენტიფიცირება რომელიმე პიროვნების და მორგება ამ პროცესის საკუთარ თავზე არ არის ეს კორექტული. ამიტომ ეს კურსი იქნება უცვლელი და საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება ჩვენ ყველა ერთად ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს. ძალიან დიდი მადლობა, ეკა ბესელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.